24 წლის მინდია გორგაძე სახელმწიფოს დახმარებას თხოვს. ახალგაზრდა ონკოლოგიური ავადმყოფია, მას პროგრესირებადი სარკომა აქვს. ოჯახმა კი ბოლო 4 წლის განმავლობაში შვილის სამკურნალოდ ყველა შესაძლო საკრედიტო ლიმიტი და სარეალიზაციო ქონება ამოწურა. მიმდინარე თვეში კი გორგაძეებს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, რის თაობაზეც ოჯახმა 2 დღის წინ გაიგო და მაშინ, როდესაც ბარათიდან მკურნალობის კურსის ღირებულების დასაფარად თანხა უნდა გამოეტანა. სოციალურ სააგენტოს ვითარებაში გასარკვევად მამამ თავად მიაკითხა. მიუხედავად ამისა, მიზეზები იმ დრომდე ვერ გაიგო, ვიდრე ჩვენს რედაქციას არ მოაკითხა. სოციალური სააგენტოს ხულოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ 2 კვირის წინ შემოწმების შეწყვეტის მიზეზი 3 წლის წინ თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა გახდა და სამშობლოში დაბრუნება სარფის გამშვები პუნქტის ელექტრონულ ბაზაში კი არ ასახულა. ოჯახის უფროსი გვარწმუნებს, რომ შვილი სტამბოლში სამკურნალოდ ყავდა წაყვანილი, საიდანაც სამშობლოში თვენახევარში დაბრუნდნენ. აღნიშნულს პასპორტში დასმული შესაბამისი ბეჭედი მოწმობს. ჩვენ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ცენტრალიზებულად მოგვივიდა სიები იმ მოქალაქეების, იმ ბენეფიციარების, რომლებსაც გადაკვეთილი ჰქონდათ საზღვარი, ანუ იყოფებიან საზღვრის გარეთ 3 თვეზე მეტი დროით. აღნიშნულ პიროვნებებზე ცენტრალიზებულად ხდება საარსებო შემწეობის შეჩერება. აღნიშნული პიროვნება გადასული იყო 2012 წელს საზღვრის გარეთ გადაკვეთილი საზღვარი. დღემდე აი ამ სიებს თუ დავეყნობით, გადმოსვლა არ არის დაფიქსირებული. აი ამის გამო მოხდა შეჩერება. 2012 წელს გადავიყვანე თურქეთში. და მე მკურნალებია და ვერ მომკურნალე. ფული იქ თურქეთში ვერ აღწია. თვენახევრის მერე გადმოვკვეთე საზღვარი. ჩამოვიდი ბაქალა. და გაგხვდათ ამბავი, რომ გაუქმებული გაქვთ სოციალური. გუშინ გევიგე, გუშინ გოგო. გუშინ გავიგე, გუშინ გლამი კი ავირსოდი. მაგრამ ამ თებერვლის თანხა არ იმიღია. დანარჩენ ღებულობდი, მივაკითხები დახმარების იმაზე და თქვენიო შეწყვეტილია. მე მივედი 25 არხი და 25 არხის იმან დურეკა და უთხრა მაგის მინდია გორგაძე გადაცოლა თურქეთში. და იმის გამოიწვევს შეწყვეტა. თუ გედევი და გადმოსვლისა, გადასვლისა თუ დაინახეს და გაშიფრეს, გადმოსვლისა რატო ვერ გაშიფრეს?